ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ სოციალურ სფეროში მასშტაბური თაღლითობა გამოავლინეს. მისი თქმით, 186,000 ამერიკელი, რომელიც გარდაცვლილადაა მიჩნეული, კვების ტალონებს იღებდა. სნეპის პროგრამით 355,000 ადამიანი იღებს ჩვენთან ორმაგ დახმარებას. 186,000 გარდაცვლილი იღებს სნეპის დახმარებას. 186,000 გარდაცვლილი ამერიკელი აი ზუსტად ახლა იღებს კვების ტალონს. მე უკვე ვიცი, რომ ყალბი მედიები გააბუქებენ სათაურებს ჩემი ამ გამოსვლიდან, რომ თითქოს ჯეი დი ვენსმა კვების ტალონების ჩამორთმევას აპირებს. სწორედ ამას იტყვიან ისინი. სინამდვილეში მე მართლაც მიმაჩნია, რომ გარდაცვლილებს კვების ტალონები უნდა ჩამოვართვათ. ეს იქნება ჩემი ბრალი, რადგან ასე მიმაჩნია გონივრულად. კიდევ ერთი რამ, და ეს ხუმრობა არ არის. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვს ლამბორგინი და იმავდროულად სახელმწიფო დახმარებას იღებენ. საინტერესოა რა? მე საკმაოდ კონსერვატიული ადამიანი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობის 95% დამეთანხმება. თუ კი თქვენ საკმარისად მდიდარი ხართ იმისთვის, რომ თავს ლამბორგინის ქონის უფლებას აძლევთ, ეს ნიშნავს, რომ საკმარისად მდიდარი ხართ და არ უნდა იღებდეთ სნეპის დახმარებებს ამერიკელი ხალხის ხარჯზე. ნუ თუ ეს საღი აზრი არ არის და ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ჩვენ ესაა ინიცირება გავუკეთეთ 22 საგამოძიებო პროცედურას, განაცხადა ჯეი დი ვენსმა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ, რაც საკუთარი ციფრული ვერსია იხილა, განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ოპონენტებს შეუძლიათ თქვენი მოტყუება, მანიპულირება და ნებისმიერი ადამიანის დაზიანება. ამიტომ ვიდრე დაიჯერებ, შეამოწმე და ჯერ დაიჯერე და მერე გააზიარე, თქვა პოლიტიკოსმა. ამ დღეებში ჩემი სხვადასხვა ყალბი ფოტოები ვრცელდება. ისინი გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის საშუალებით და ვიღაც ოპონენტი ამას ნამდვილ ფოტოებად ასაღებს. უნდა ვაღიარო, რომ ფოტოების შემქმნელმა მნიშვნელოვნად გამაუმჯობესა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. იმისთვის, რომ შეგიტიონ და ტყუილი მოიგონონ, ახლა მართლაც ყველაფერზე მიდიან. საკითხი მხოლოდ მე არ მეხება. დიპფეიკები სახიფათო ინსტრუმენტია, რადგან მათ შეცდომაში შეყავხარ. შენით მანიპულირებს და ვისაც გინდა, იმას დააზიანებს. მე შემიძლია თავის დაცვა, მაგრამ ბევრ სხვა ადამიანს არა. ამიტომ წესი ყოველთვის ძალაში უნდა დარჩეს. შეამოწმე სანამ დაიჯერებ და დაიჯერე, ვიდრე გააზიარებ, რადგან დღეს ეს მე დამემართა, ხვალ კი ნებისმიერს დაემართება, განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. NBC News-ის ცნობით, საუდის არაბეთმა აუკრძალა ამერიკელებს საკუთარი ბაზების და საჰაერო სივრცის გამოყენება თავისუფლების პროექტის ფარგლებში. სწორედ ეს უარი გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ოპერაციის შეჩერება გადაწყვიტა. როდესაც ტრამპმა ინიციატივა Truth Social დაანონსა, სპარსეთის ყურის მოკავშირეებისთვის ეს მოულოდნელი იყო. პასუხად ერ-რაიდმა უარი უთხრა ამერიკელებს პრინცი სულთანის ავიაბაზასა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცის წვდომაზე ოპერაციასთან დაკავშირებული სამხედრო ფრენებისთვის. სატელეფონო მოლაპარაკებებმა ტრამპს და პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შორის ხელი ვერ შეუწყო უთანხმოების მოგვარებას. რეგიონში სხვა პარტნიორებს კატარისა და ომანის ჩათვლით ინფორმაცია მხოლოდ განცხადების შემდეგ მიაწოდეს, თუმცა მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოკავშირეები წინასწარ გააფრთხილეს. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ გაასაჯაროვა სავარაუდოდ ფინანსის ჯეფრი ეპშტეინის მიერ სიკვდილის წინ დაწერილი გზავნილი. მანამდე ის ინახავდა მისი თანამესაკნე ნიკოლას ტარტალიონეს საქმის მასალებში, წერს New York Times-ი. ჩანაწერი შენახული იყო კომიქსში. ტარტალიონემ ის 2019 წლის ივლისში აღმოაჩინა მას შემდეგ, რაც ფინანსისტმა თავის მოკლა უშედეგოდ სცადა. მაშინ ეპშტეინი გადაარჩინეს, მაგრამ რამდენიმე კვირაში ის გარდაცვლილი ნიუ-იორკის იზოლატორის საკანში. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეპშტეინის ფაილებში ეს ჩანაწერი არ ფიგურირებს. მისი ნამდვილობის დადასტურება ვერ მოხერხდა. მასში ნათქვამია, ისინი თვეობით მიქეკავდნენ საქმეს, ვერაფერი მიპოვეს. საბოლოოდ კი გაჩნდა 15 წლის წინანდელი ბრალდებები. სასიამოვნოა, როცა შეგიძლია თავად შეირჩიოთ ამ მშვიდობების მომენტი. გინდათ რომ ვიტირო, არანაირი მოლხენა ამად არ ღირს, ნათქვამია წერილში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა კონტრტერორისტული ზომების სასწრაფოდ გაძლიერება ევროპაში და მას ტერორისტული საფრთხეების ინკუბატორი უწოდა. შტატების ტერორისტთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ევროპამ სასწრაფოდ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს თავისი კონტრტერორისტული ძალისხმევა. ევროპის ტერორისტული საფრთხეების ინკუბატორად გადაქცევის ერთ-ერთ ფაქტორად დასახელებულია უკონტროლო მასობრივი მიგრაცია, რომელმაც ის ტერორისტების გადაადგილების არხად აქცია. დაუშვებელია, რომ მდიდარი მოკავშირეები ალიანსიდან წარმოადგენდნენ ტერორისტებისთვის ფინანსურ, ლოგისტიკურ და გადაბირების ცენტრებს, ნათქვამია სტრატეგიის ტექსტში. გიამბოთ ისტორია, დიახ, როდესაც 2009-2011 წლებში უფროსი გამონძიებელი ვიყავი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტთან, ვუთხარი კომიტეტის იმდროინდელ ხელმძღვანელ ჯონ კერის, რომ მინდოდა ჩასვლა ავღანეთში, სენატის გამოძიების ჩატარება ჰეროინის წარმოების შესახებ. იმ მომენტისთვის ავღანეთი აწარმოებდა მთელი მსოფლიოს ჰეროინის 93%-ს. გავფრინდი ავღანეთში, ჩავედი ბაგრამის ბაზაზე და ვეუბნები სამხედროებს, რომ უნდა გადავფრინდე ყანდაგარაში და შემდეგ ლაშკარგაში, ესაა ჰელმანდიის პროვინციის დედაქალაქი, გამოძიების ჩასატარებლად. როგორც კონგრესის უწყების უფროს თანამშრომელს მქონდა ბრიგადის გენერლის წოდება. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მომიწია მათთვის ჩემი წოდების შეხსენება. მათ არ უნდოდათ ჩემი წაყვანა. მე კი ვეუბნები, რომ კი არ ვთხოვ, არამედ ვუბრძანებ, რომ წამიყვანონ ყანდაგარში, შემდეგ ლაშკარგარში და უკან ბაგრამში. ბოლოს დამთანხმდნენ. გავფრინდით ყანდაგარში, ჩავატარეთ შეხვედრები. როდესაც გავფრინდით ლაშკარგარში, ვიდრე თვითმფრინავი დაეშვებოდა, ყველგან ირგვლივ ჰორიზონტის ჩათვლით ჩანდა გაზრდილი ყაყაჩო. ამათ ვეუბნები, მინდა ამ ყაყაჩოს ველზე მისვლა და ფერმერებთან დალაპარაკება. მომცეს დაცვა, თარჯიმანი. გავემართეთ ღია მინდვრისკენ და რა თქმა უნდა დავინახეთ ფერმერი. მას დაუსვი ძალიან მარტივი შეკითხვა. რატომ არ მოყავს ყაყაჩოს ნაცვლად ისეთი კულტურა, რაც წელიწადში ორჯერ მოგცემს მოსავალს, მაგალითად პომიდორი, ხახვი და ფერმერმა უცებ თვალები აატრიალა და მეუბნება. ამერიკელები შემპირდნენ 2001 წელს, რომ თუ კი ვეტყოდი არაბები სად იმალებოდნენ, შევძლებდი იმდენი ყაყაჩოს მოყვანას, რამდენსაც მოვისურვებდი და ვეკითხები, რომელმა ამერიკელებმა მოგცეს ყაყაჩოს მოყვანის უფლება თქო. როგორც კი ეს ვიკითხე, ჩემმა დამხლებმა ამერიკელმა სამხედროებმა მტაცეს ხელი და მეუბნებიან, საფრთხე გვემუქრება, სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეთ ბაზაზე. ისე წამოვედი, იმ ფერმერის პასუხი ვერ გავიგე. დავბრუნდით ჯერ მანქანაში, შემდეგ ვერტფრენდთან და გავფრინდით უკან ბაგრამში. დავბრუნდი ვაშინგტონში და ვეუბნები მთავარ გამომძიებელს, რომ რაღაც ამოუჩხრიკე, რომ იქ რაღაც ცუდი ხდება. მოვამზადე ანგარიში, როგორც კი მონაცემები შევაგროვე. მყავდა მეგობარი ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში. დავურეკე და ვეუბნები, რომ გადავუგზავნიდი ანგარიშს, რომ მას უბრალოდ წაეკითხა, ვიდრე ჯონ კერის გადავცემდი. რამდენიმე დღეში მირეკავს და მეუბნება, მეგობარო, გესმის თუ არა, რომ ამ ანგარიშს არ გამოგაქვეყნებინებენ. მე ვეუბნები, რატომ მეთქი? ავღანეთი აწარმოებს მთელი მსოფლიოს ჰეროინის 93%-ს. თითქმის მთელი ეს ჰეროინი იგზავნება ირანში და რუსეთში და ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნებში ჰეროინზე ისხდნენ. ეს ანგრევს მათ სოციუმს. და ჩემი ანგარიში მართლაც არ გამოაქვეყნეს. ეს ამაზრზენია. წლების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ფენტალინის ეპიდემია დაიწყო. ამ ფენტალონს აწარმოებენ ჩინეთსა და მექსიკაში და მათ უნდათ, რომ ჩვენ ვისხდეთ ფენტანოლზე, რადგან ეს ანგრევს ჩვენ სოციუმს და ამიტომაც ვსხედვართ მასზე. შენ მიგაჩნია, რომ ამერიკის მთავრობა იძლევა ჰეროინის წარმოების უფლებას, რომ რუსეთი და ირანი დასუსტდეს. დიახ და გეტყვი მიზეზს, რის გამოც ამ დასკვნამდე მივედი. იცი თუ არა, თალიბანის მმართველობის ბოლო წელს, 2000 წელს, მსოფლიო ჰეროინის რამდენი პროცენტი იწარმოებოდა ავღანეთში? 0. საერთოდ არ აწარმოებდნენ, თან ავღანეთი იყო სურსათის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ირანისთვის და პაკისტანისთვის. როგორც კი ჩვენ დავიფყარეთ ეს ქვეყანა, ირგვლივ მხოლოდ ჰეროინია. საშინელი ცნობაა, კოშმარი. მთელ ამ შეხვედრებზე, სადაც ამ სტრატეგიებს შეიმუშავებდნენ, არავის უთქვამს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ქვეყნები ჰეროინით წავლეკოთ, ეს ხომ გარეწრობაა. მე მსგავს შეხვედრებს არ ვესწრებოდი, მხოლოდ ის განიხილება, თუ როგორ გავიმარჯვოთ, როგორ მოვიპოვოთ უპირატესობა, როგორ გავატაროთ ჩვენი პოლიტიკა რომელიმე ასეთ ქვეყანაში, სულ ესაა. მაგრამ როდესაც ჩვენ ხელს უწყობ იმას, რომ სხვა ქვეყანა ჰეროინმა წალეკოს, შემდეგ როგორ უნდა დაირწმუნო თავი, რომ სიკეთის მხარეს ხარ? ტაკერ, ეს არის ის, რაც მტანჯავდა სულ ცოტა ჩემი კარიერის ნახევარი ამერიკის დაზვერვაში. ჩვენ ხომ თითქოს კარგი ბიჭები ვართ, რატომ ვართ ამით დაკავებულები? არასდროს მესმოდა ეს. და მაინც რა პასუხს აძლევდი შენს თავს? ვარდისფერი სათვალეები მეკეთა, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი რეალურ პოლიტიკას.
პოლიტიკას. შენ ხომ ლიბერალი ხარ, მე მაგალითად არ ვარ. მე არ მინდა რომ ჩემი მთავრობა ჰეროინის ტრაფიკში მონაწილეობდეს. არც მე და არც ის მესმის, რატომ არ რუსეთი ჩვენი მტერი.